მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, პატივისცემით. დაგიბრუნდით ყავაზე კითხავობით. ამდენი თხოვნის მერე. როგორც ისეთ მიყავაში ჩეხეთო მაინც და მაინც არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად მთხოვდით კომენტარებში და ამიტომ დღეს ჩავწერ საჯარო გაშლას. აი ამ ჭიქებთან ერთად. შეგახსენებთ მანამდე რომ დავაიქოთ და კომენტაროთ, ჩემი არხი გამოიწეროთ და გავუზიაროთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს. პირველი ვარიანტისთვის არის ეს მწვანე ჭიქა, მეორე ვარიანტისთვის არის ეს თეთრი ჭიქა. ნახოთ აბა რა გვაქვს. პირველი ვარიანტით ვიწყებ. აი პირველ რიგში რასაც ვხედავ ძალიან მკაფიო და ძალიან ცალსახად. რაღაც უახლოეს დღეებში გექნებათ ესეთი შეხვედრა ადამიანებთან, გარკვეულ შეიძლება სამეგობრო ან სამსახურში ან რა ვიცი, საკმაოდ სასიამოვნო და ძალიან ხალისიანი ნაცნობობა იქნება თქვენს გარშემო. რაღაცა ძალიან პოზიტიური განწყობა ტრიალებს ახლა ამ მომენტისთვის, ასევე ზარი გექნებათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. შეიძლება რაღაცა კავშირში ხართ ბავშვებთან, შეიძლება პატარა შვილი გყავდეთ ან შვილი ან სამსახურეობრივად ბავშვებთან ხართ დაკავშირებული, მაგრამ რაღაცა ეს ბავშვიც გიჩვენთ ჭიქაში, თუმცა არ არის ახლა აუცილებელი პირდაპირ მნიშვნელობით ასე ბავშვად ახსნას, შეიძლება უბრალოდ რაღაც ახალ საქმეს იწყებდეთ, სადაც გჭირდებათ ძალიან გჭირდებათ რომ იყოთ რაციონალური, კარგად ასე ლოგიკურად განსაზღვროთ, სტრატეგიულად დაალაგოთ რაღაცეები, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ცივად უნდა მიუდგეთ ამ თქვენს ახალ საქმიანობას, რასაც შეიძლება აპირებდეთ. ასევე ვხედავ რაღაცა ადამიანს რაღაც თხილამურებზე სრიელებს, ასე პირდაპირ თხილამურებით. ვიღაცებს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით აგიხდეთ, რომ რაღაცას მთის კურორტზე შეიძლება აღმოჩნდეთ, ან არა რაღაცა ის სიტუაციებსა და გარემოებს, როგორც თხილამური ცრიელურის პროცესია, რაღაც ესეთი უცებრად ჩასრიალდები, შეიძლება თქვენც რაღაც სტრესულ გარემოებებს, პრობლემებს, რაღაც ისე დაუსხლტეთ, ძალიან მარტივად გამოძვრეთ რაღაცეებისგან რა. ეხლა ეს უცებრად ჩვენ და ერთი შეხედითვე. ეხლა ცოტა დავაკვირდეთ კიდევ. ასო ლ გიჩვენთ, არ ვიცი, ლიზი, ლუკა, ლევანი, ხო, გულიც ჩანს ხოთა შორის ჭიქაში. დიდწილად სიხარულსაც ნიშნავს ეს, რაღაც გამართლებას. მაგრამ ეს უფრო მეტად არის პარტნიორისგან, ძირთადად ახლა აქ ესე ჩანს ამ მომენტისთვის. რაღაცა პატარა ფინანსური სიკეთეც შეიძლება რომ გადაგხდეთ თავს უახლოეს პერიოდში, რაღაცა ან საჩუქარი გაგიკეთონ, ან რაღაცა დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ, თუმცა ეს იქნება ერთჯერადი იმ წუთას, რომ რაღაცა ეს ამბავი მორჩება და ვსო, ოკეი რა. მე ვხედავ ასევე თუ ახალგაზრდა ქალბატონები მიყურებთ, რომლებიც თავისუფალი ხართ პირად პარტნიორულ ურთიერთობებში, მე ვფიქრობ, რომ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს გარშემო აუცილებლად არის ვიღაც მამაკაცი, რომელიც ძალიან არის დაინტერესებული თქვენით და ძალიან ბევრს გაკვირდებათ, თითქოს ძალიან ესეთი მოხიბლულია თქვენით, თქვენი ფიზიკური სილამაზით, თქვენი ქარიზმატულობით და ისიც რო გრა რაღაცა თითქოს ახლოსაც არის ეს ადამიანი თქვენთან, რაღაცა თქვათ ძალიან შორიდან არ უნდა გაკვირდებოდეთ წესით და რიგით ეს ადამიანი, თქვენს გარემოცვაში ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ხელი მიუწვდება იმაზე, რომ თქვენ და თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდეს, ხო? მაგრამ აქ არ არის მხოლოდ
ეს მამაკაცი თითქოს აი შეიძლება ეს ვიღაცები ინტერესდებიან თქვენით, მაგრამ თქვენი ფიქრების სრულიად სხვა პიროვნებისაკენ მიდის, რომელსაც შეიძლება არც ефიქრებოდეთ, არც ედარდებოდეთ. საერთოდ იცით რა არის, ხა აქ თუ ხართ თავისუფალი ქალბატონები, ძალიან ბევრი მამაკაცი არის თქვენით ამ ეტაპზე დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, ანუ ვიღაცების სიმპათიები გაგაჩნიათ, უბრალოდ ეხლა რამდენად გავენაბიჯებს, ეხლა ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ აი ეს ერთი იკვეთება ძალიან ცალსახად რა, აი ადამიანმა რომ სახე მოგიტანოს ძალიან ახლოს და ესე ჩაბჟირებული რომ გაკვირდებოდეთ, აი დაახლოებით ეგრეა ეს ადამიანი რა. ну, ძალიან ასეთი ვერ ვიტყვი ხა მთლად პასიური თქო, იმიტომ რომ ფაქტია რომ ახლოს არის თქვენთან ეს ადამიანი. სხვათა შორის არ გამორიცხავ იმას, რომ რომელიღაცამ თქვენი თაყვანისმცემლებიდან იმდენად იყოს მონდომებული, რომ შეიძლება თქვენთან დაოჯახებაზეც კი ფიქრობდეს და ოცნებობდეს ადამიანი. აი თითქოს კიდევ ხედავ სამმავლოდ პატარა ბავშვს ხედავ, უფრო მეტად რაღაც ამჭიქაში ბევრი ბავშვები არიან, აი თითქოს რაღაცას გთხოვენ და აი მოლოდინი აქვთ, რომ აი თქვენ მათ ამ სურვილს აასრულებთ და რაღაცა ისეთი ჭიქაჩენს, რომ მე მგონი რომ დაეთანხმებით. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ახლა მართლა პატარა ბავშვი იყოს, შეიძლება უბრალოდ თქვენზე ასაკით პატარა ადამიანი იყოს, რომლისთვისაც საიმედო ხართ, საყრდენი ხართ და გონია რომ აი თქვენ თუ ამას გთხოვთ, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ მისია ეს რაღაცა პრობლემა თუ სურვილი აღმოფხვრათ ან აასრულოთ თუ ნუ რა ვიცი, რასაც გთხოვთ, ხო? კიდევ რა გვაქვს? მომავლის მხარეს, სხვათა შორის მომავლის მხარეში, ხო? სამომავლოდ გიწევთ. ну, აი როგორ გითხრათ, ვიღაცა ძალიან მერკანტილური ხასიათის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფინანსებით ცხოვრობს და მხოლოდ ფინანსური ინტერესები გააჩნია, შეიძლება ვიღაცა ცოტათი ასაკით პატარა ადამიანი ან სამსახურებრივად მასზე უფრო პატარა და მასზე დაქვემდებარებული ადამიანი ცოტა წააქეზოს სავით იმისთვის, რომ აი რაღაცა კონფლიქტურ გარემოებაში აღმოჩნდეთ სავით, ოღონდ ისე რომ თვითონ არ გაისვაროს ხელი და თითქოს აი თავისი სათქმელი, სხვა სათქმევინოს, სხვას ალაპარაკოს, ну რაღაცა ესეთი თემაც არის და ჩანს. ოღონდ ეს ცოტა უფრო მერე. ну ვიღაცები ესეთი ძალიან ესე შემომწყრალი გაკვირდებიან და გიყურებენ. თითქოს საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირდება ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ნახეთ, ეხა ეს კიდე რა ჩანს არის თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ძალიან ერთგული მეგობარია თქვენთვის. ყავთ თქვენ მართლა საიმედო და დასაყრდენი ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ რომ ემეგობროთ. ერთი ასაკით პატარაა თქვენზე და მეორე უფრო მოზრდილია შედარებით რა, ანუ ფიზიკურ ასაკს უგულისხმობ რა, ბიოლოგიურს უფრო სწორად. გულში რა გვაქვს? ვერძი ვინ ყავთ? ვიზე ფიქრობთ, რა გახსნით? იცი, წეგან ვახსენეთ თქვენი მტრები და კონკურენტები, ეს ვიღაცები რა. ცოტა ნეგატიურ ასპექტში ვინც ჩადენ, მაგრამ არც თქვენ არ ახართ ეხლა ძალიან რბილი და ლოიალური ხასიათის ადამიანი, თქვენ საკმაოდ კარგად გამოგვდით თავდაცვაც, თავდასხმაც და საერთოდ თქვენი საზღურების დაცვაც რა. ბევრი რო აღარ გავაგრძელო. საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პოზიტიური ჭიქა იყო ძირითად ნაწილში, თუ არ ჩავთვლით ახლა რაღაც პატარა ნეგატიურ ასპექტს, მაგრამ ნუ ახლა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება პოზიტურიც, ნეგატიურიც, ყველაფერს აქვს.
თავისი ლოგიკური გამომწვევი მიზეზი, ხო? ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რომელზეც ხალხო შეხედეთ. ხედავთ, აი ამ გულს ხედავთ. მე ძალიან მიხარია უკვე. მეცადე აქ კიდე იმდენი ფიგურა ჩანს, სანამ ჭიქეში ჩავიხედავ. პირველ რიგში ჩანს რაღაც აი დედაშვილობის მომენტი. ან შეიძლება არსებობდეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვიზეც ზრუნავთ, ვისაც აი ესე პატარა ბავშვით ხელს რომ მოკიდებთ და ან გზაზე დააყენებთ, ან რაღაც საკითხში ცოტა უფრო ნაკლებად გამოცდილია და ეხმარებით, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ეხმარებით ზრდაში, ნუ იდეაში, თითქოს აი კომპეტენციის ამაღლებაში, ეხლა დამოვიწყდა და სიტყვა, ანუ შულაპარაკი. რამდენი ვიფიქრე რა გამეხსენებინა. ხო, ნუ ეს გული უპირველეს ყოვლისა, ხო? არის ის სასიხარულო მოვლენები, ცვლილებები, რაც გელოდებათ, თუ პირადი ურთიერთობა ჩაიფიქრეთ, ხო, საერთოდ გადასარევია, იმიტომ რომ ფლირტი, რაღაცა ურთიერთობების საინტერესო პარტნიორების მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში თუ ვინმე მარტოხელა ხართ, ან თუ ვინმე ურთიერთობაში ხართ, ამ ურთიერთობის უფრო გასტაბილურება და დაალაგება და ასე შემდეგ, ხო? ანუ საერთოდ კი ჭიქაში გული სიხარულია მით უმეტეს ესეთი თეთრი და ესეთი ნათელი, ხო? აბა აქეთ ვნახოთ რა ხდება. ხო, უახლოეს პერიოდში შეიძლება გქონდეთ ძალიან საინტერესო იდეები თავში. შეიძლება გქონდეთ ხოლმე ესეთი ინტუიციური წარმოძახილები თქვენს ცნობიერში, რომელიც აი თქვენ თვითონაც ვერ იგებთ საერთოდ საიდან იცით ეს, ვერ იგებთ რატომ მოგინდათ ამის გაკეთება, მაგრამ მიენდეთ პროცესებს, იმიტომ რომ ძალიან სწორია, რასაც აკეთებთ. როგორც აკეთებთ, აქ ვხედავ იმას, რომ ძალიან გააქტიურდება თქვენი ინტუიცია, თქვენს შეგრძნებებს მოусმინეთ. აგერ მიჩანს ციფრი 2-იანი და არა მხოლოდ 2-იანი, აქ თუ მიყურებენ ჩემი კოლეგები და ეზოთერით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად პრაქტიკულად რო ეხებიან ამ თემებს. ну, მე რა ჭიქაში ეს ფიგურები არ დავინახო, რომელიმე ვარიანტი ხო არ არსებობს, ну. ძალიან საინტერესო წყაროებზე გადიხართ, უშუალოდ ვინც გისმენენ და ვინც ამ თქვენს გისმენენ არა, უფრო მეტად ვის სიხშირედაც ვიბრირებთ რა. ძალიან საინტერესო წყაროებზე გადიხართ. ეს ნაწილი ძალიან მომეწონა, კაი. აქ ნახოთ რა ხდება შიგნით. თინა, თიკო, თინა, თორნიკე, არ ვიცი ეს ასოთ ჩანს ძალიან მკაფიოდ. მაგრამ ეს თინა, თინი განსაკუთრებით. თინა შეიძლება. აქ უფრო მეტად ჩანს რაღაცა ის საოჯახო სახლის საქმეებით დაკავება შეიძლება, ну ხა პირდაპირ მშობლებს ოთახის დალგება და საჭმლის კეთება შეიძლება არ ნიშნავდეს, მაგრამ აი სახლთან, თუნდაც რემონტთან დაკავშირებული რაღაც სიტუაციები, ზოგადად აი სახლის და ოჯახის წევრების რაღაც ამბებით იქნებით მოცული ახლოესი პერიოდის განმავლობაში. აქ რაც ჩანს, ასევე რაღაც ახალი შენაძენი გექნებათ რაღაც ესეთი უფრო მეტად აი რაღაც სუვენირი თუ რაღაც აი ლამაზი ტანსაცმელი, რომელიც თქვენს სტილს უფრო მეტად გამოკვეთავს, თუ რაღაც აი შენაძენი გექნებათ, რომელიც იქნება ძალიან ესეთი ესთეტიური, ანუ საჭირო ნივთი კი არა რომ უბრალოდ აი პრაქტიკული გამოყენების, არა აი ლამაზი რო არის რაღაც და აი ესეთი ესთეტიური ტკბობის შესაძლებლობას რო გაძლევს ადამიანს, ესეთი ნივთია რა.
აა კიდევ რა გვაქვს? აუ, როგორი ცბიერია ეს ადამიანი. არის თქვენს გარემოცვაში ისეთი ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსითა და მონდომებით ცდილობს დაგანახოთ, რომ თითქოს ძალიან უვნებელი, თითქოს ძალიან უწყინარი, ძალიან პაციფისტი, ასეთი მოყვარული ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომ თითქოს ჭიანჭველსაც ფეხს არ დააბიჯებს, მაგრამ სინამდვილეში ისეთი დაკვირვებული ადამიანია, ვერ გამოაპარებთ ვერაფერს. უბრალოდ ინარჩუნებს დუმილს, იმიტომ რომ ეს მისი სტრატეგია, იმიტომ რომ ცხოვრების ამ ეტაპზე დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა უფრო მეტად ხელსაყრელია მისთვის და ამიტომ არის ჩუმად, რომ სინამდვილეში ამ ადამიანმა ესეთი მრგვალი პირის სახის ქალია, შავი მუქი ფერის თმები აქვს, სავარაუდოდ ეს თმები აქვს ხოლმე ან შეკრული, ან შუაზე გადაყოფილი და შეკრული, ან ძალიან მოკლედ შეჭრილი. ვფიქრობ, შეიძლება ატარებდეს შარფს თითქოს, აი შარფი შეიძლება კონდეს ხოლმე მოხვეული, მაგრამ აი რაღაცას ისე აკვირდება რა, ვერ გამოაპარებთ ვერაფერს. ზაკვარი შეიძლება ითქვას ერთ სიტყვაში, რომ ეს ადამიანი დავახასიათო. აი თითქოს ამ ქალთან კიდე ვიღაცა საერთო ნაცნობი გყავთ, ისიც ქალბატონია, ის ბევრად უფრო ლაღი, უფრო ქარაფშუტა, უფრო ესეთი ტიპია რაღაცა აი რომ ლაპარაკობს და არ დაფიქრდება და რაღაცა ესეთი ტიპი ჩანს რა. საერთოდ ესენი ერთმანეთს რანაირად ემეგობრებიან და რანაირად აღმოჩნდნენ ერთად, ეგ საერთოდ საკითხია, იმიტომ რომ ნამდვილად განსხვავებული ტიპაჟები არიან ერთმანეთისგან, უბრალოდ სავარაუდოდ როგორც ჩანს რაღაც მხრივ ერთმანეთი სჭირდებათ. ასევე კიდევ გიჩვენთ ის, რომ თითქოს რაღაც აი სიმაღლეზე მიდიხართ, რაღაცა ესეთ წაბერვალებს იპყრობთ, უბრალოდ რაღაცა აი რთულად მიდიხართ თითქოს. ოღონდ ამ მდგომარეობაში თქვენ თვითონ ვიაყენებთ თქვენ თავს, იმიტომ რომ აი რაღაცა გითი დრამატული განწყობით უდგებით ამ ყველაფერს და სხვათა შორის ცხოვრების ამ ეტაპზე აი თუ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს ერთ ადგილს დგებნით, ან ისე სწრაფად ვეღარ ვითარდებით, არ არის შემთხვევითი თითქოს დროებითი აი ეს პაუზა თუ შენელებული კადრი რაღაცნაირად გჭირდებათ, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ერთგვარი კარმული რაღაცა გაკვეთილი გაქვთ გასავლელი, რაც თქვენს ძალიან ღრმა ქვეცნობიერთან არის დაკავშირებული. თითქოს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა გაქვთ დასამუშავებელი, რომელთან ურთიერთობაც აი თითქოს სულს გიხუთავთ და თითქოს აი თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობას არ გაძლევთ. აი ვიღაც ადამიანი, რომელიც რაღაც შეზღუდვებს გიწესებდათ და აი ამ ადამიანთან რაღაც აი ეს ემოციური თუ ენერგეტიკული ბმა უნდა ჩაჭრათ და აი სანამ ამას არ მოახერხებთ, მანამდე თუნდაც კარიერულად წინსვლა ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამ ადამიანის თქვენი ენერგეტიკის რაღაცა აი თქვენი ენერგიის თუ ემოციის, ну აი რაღაცა თქვენი მიაქვს ამ ადამიანს, აი ეს ენერგია რა, აი რაღაცა ძალიან მჭიდროდ ხართ გადაჯაჭვული. თვითონ იმ ადამიანს არაფერი არ აწუხებს, აი ეს ფაქტი მისთვის დამბრკოლება რა, იმიტომ რომ თქვენგან იღებს, ანუ რაღაცა აი ბმა გაქვთ ერთგვარი და ეს უნდა გაწყვიტოთ აუცილებლად.
უპირველეს ყოვლისა თქვენს თავში უნდა გადაწყვიტოთ და აი ამას თუ მოახერხებთ მე თქვენი ცხოვრება ბევრად უკეთესობისაკენ შეიცვლება, ბევრად უფრო სწრაფად დაიძვრება ეს თქვენი ბედისწერის ბორბალი, იმიტომ აქ მიჩანს რუნა რაიდოც. ეს უპირველეს ყოვლისა არის შინაგანი მოგზაურობა, საკუთარ თავში მოგზაურობა, რას გულისხმობ, ეს არის საკუთარ თავის შეცნობა, თუნდაც იმ ყოლაფრის გაცნობიერება, რასაც ახლა მე გესაუბრებოდით, ხო? აი ეს უნდა გააცნობიეროთ და ეს არის ასევე გადაადგილება, მოგზაურობა, ცვლილებები, ხო? აი ეს უნდა დაძრათ, მაგრამ აი ეს დაძრათ რაღაცები უნდა გაუშვათ რა, აი განთავისუფლდეთ უნდა რაღაცების. ასევე ციფრი 3-იანიც გიჩანთ და ეს გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ რაღაცა აი მეტი სტაბილურობა, მეტი შემოქმედებითობა თუნდაც ფინანსური კეთილდღეობა, აი ეს რაღაცა მომენტებიც შემოვა. აი ამ გზაზე უბრალოდ ეს ტრანსფორმაცია გაქვთ გასავლელი დიდწილად. საერთოდ ეს ჭიქა ძალიან ისეთია, აქ ისეთი ადამიანები მიყურებთ, საკმაოდ რთული ბავშვობის მქონეები შეიძლება ითქვას. და არა მხოლოდ ბავშვობის, საერთოდ ესეთი აი მაგას აღარ ჩავყვები ძალიან. კიდევ გიჩვენთ რაღაცა სასიამოვნო თავგადასავალი, მეგობრებო. რაღაცა ესეთი აი ემოციური, როგორ გითხრათ, აი თავისუფლების შეგრძნება, რომ აი თქვენს ემოციებს რომ ეს თავისუფლად და ლაღად რომ მიუშვებთ და გამოხატავთ და აი ესე რომ მიყვებით აი მდინებას თქვენი შეგრძნებებისა და სურვილების რა, აი რაღაც ძალიან საინტერესო სიახლეს ეს შეიძლება იყოს მართლა პირდაპირ მნიშვნელობით სადმე წასვლა, სადაც დიდი ხანია გინდოდათ, ან უბრალოდ რაღაცა პერიოდი დაგიდგებათ ისეთი, როცა აი ძალიან თავისუფლად იგრძნობთ თავს და ხო იდეაში გულშიც ცოტა ჩავჭიდოთ. რომ მოვასწროთ. დაიმახსოვრეთ, ყველა ვინც გიცინით, არ აყვეთ, ვინც გაქებენ, არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად მართლა ეგ დამოკიდებულება აქვს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ ცოტა ყალბი ღიმილებიც ჩანს. ეს რა არის? გავიგე. ფინანსები, კარიერა, სამსახური, ამ ყველაფერზე ორიენტირდით ცხოვრების ამ ეტაპზე, ამიტომ რომ აი რაღაცა ნახტომი გაქვთ გასაკეთებელი თითქოს. კი. კარგით. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ. დალაიქეთ და კომენტარეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი პირადი კონსულტაციებისთვის 511 14 91 78 WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი შეგიძლიათ აქ მომძებნოთ და მიკავშირდეთ და ახლა უნდა დაგემშვიდობოთ. ნახვამდის.